იმის შემდეგ მე რა თქმა უნდა ამის შესაძლებლობა არ მქონდა და უნდა ითქვას რომ ჩემი ჩაბრძანება სოხუმში ამ 17 წლიანი პაუზის შემდეგ შესაძლებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩემი პირადი თხოვნის შედეგად რომელიც მე მივმართე რუსეთის ეკლესიას რუსეთის პირველ პირებს ეკლესიის პირველ პირებს რუსეთის ასე ვთქვათ პატრიარქს და მოხდა სასწაული და მომეცა ეს გამონაკლისად ეს შესაძლებლობა. ამიტომ მე გარკვეულწილად ვთვლიდი ჩემ თავს მოვალეთ რომ ჩავსულიყავი შემდგომში მოსკოვში და ჩავთვალე რომ მადლობა მოახსენო რუსეთის პატრიარქს კირილს და ასეც მოხდა მე ჩავედი ვთქვათ მივიღე მონაწილეობა საპატრიარქო ლოცვაში, წირვაში, 2 დღე ვიყავი და მესამე დღეს დავბრუნდი. რაც შეეხება პირადად ჩემთან ურთიერთობას, უნდა ითქვას, რომ რა თქმა უნდა ეს იყო კერძო ჩემი პირადი ვთქვათ ვიზიტი, ეს იყო ვთქვათ კერძო ქართველი ეპისკოპოსის მღვდელმთავრის ჩასვლა და უნდა ითქვას, რომ მიმიღეს თბილად საკმაოდ თბილად აქ არ იყო შეხვედრებს და ასე შემდეგ. ერთი რამე მინდა მოგახსენოთ ჩემი პირადი ასე ვთქვათ აზრი რომ საბოლოოდ აფხაზებთან და აფხაზეთის ასე ვთქვათ ურთიერთობა, გაერთიანება დაბრუნება ყველაფერი რაც შეეხება ამ თემასთან ძალზე დამოკიდებულია ისე რუსეთთან. მე პირადად არ მჯერა რომ აი ამ 20 წლის შემდეგ რომ რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია თუნდაც გაერო თუნდაც ევროპული რომელიმე სტრუქტურებით ხელისუფლების ამაში აქტიურობა და გადამწყვეტი სიტყვის თქმა. ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი და მე ვფიქრობ რომ მართალი ვარ. როგორ თურმე ეს რეალური არ იყო, მე ხშირად მახსენდება დიდი მწერლის ბატონ ჭაბუ ამირიჯიბლის, რომელიც ჩვენ და მე ხვდა წილად აღკვეცე ბერად სახელად დავითი, მისი სიტყვები. ქართველებო, იცოდეთ, ჩვენ ობოლიერი ვართ. ობოლიერი ეს ნიშნავს, რომ ქართულ ერს, რადგან ის არის წილხვედრი ქვეყანა, ერთადერთი და მთავარი მფარველი არის არა გაეროს რომელიმე სტრუქტურა, არა ევროპაში მოღვაწე ვიღაცა ან ვთქვათ ვინმე სახელებს არ დავასახელებ, არამედ ჩვენი მფარველი და ერთადერთი მზრუნელი არის ღმერთი და ეკლესია. დანარჩენი დავბრუნდეთ და ქართულად შევრიგდეთ, ასე არ არის. როგორც ჩვენთან უნდა ვაღიაროთ თუ შეუძლებელია ვინმე საზოგადოოდ გამოთქვა სიმპათია რუსეთის მიმართ ან ხელოვანმა, ან თუნდაც სასულიერო პირმა, ის უმალ ჩაითვლება როგორც რუსეთის აგენტი, როგორც თქვათ შაუბნელი საზოგადო აზრი არის ასეთი. ხო, გამახსენდა, სადღაც რომელიღაც ტელევიზიით, როდესაც იყო გამოთქმული აზრი ჩვენი უწმინდესის მიმართ მთელი ერის ხალხის მხრიდან დიდი სიყვარულის ერთმა ახალგაზრდა კაცმა ალბათ ის სწავლობდა ან ამერიკაში ან სადმე თქვა გვეყო ზედმეტი ქება თქვენი პატრიარქისო ვერ გავიგიოს ბრეჟნევიზაციარიო თუ რა არიოს ახლა მე გეკითხებით თქვენ აი ასეთ სიტყვების შემდეგ როდესაც არიან ისეთ ქართველნი რომელნიც გამოთქვას ღმერთი მოგცემთ თქვენ გამარჯვებას დაგიბრუნებთ თქვენ აფხაზეთს არავითარ შემთხვევაში ძალიან ხშირად მე პირადად მქონდა სურვილი რომ მოეცათ ჩემს შესაძლებლობა რომელიმე ტელევიზიაში გასვლა, მაგრამ ყველგან არის ასე ვთქვათ დაბლოკილი. აი მაგალითად ისეთი გადაცემა, რომელსაც მიყავს ბატონი გოგი გვახარიას
სულ ხედავ რომ ისეთი ახალგაზრდები მოყავთ, რომ არანაირი წარმოდგენა არ აქვთ, არც ტრადიციაზე, არც ეკლესიაზე, არც წარსულზე, სულ მხოლოდ საუბარი როგორ არის ამერიკელები, როგორ არიან ისინი წმინდანები, როგორ უნდა დავემსგავსოთ ჩვენ იმას, როგორ უნდა მივიღოთ თანამედროვე რეფორმატორული კანონები, როგორ უნდა გვიხაროდეს, როდესაც კაცი კაცს მოყავს ცოლად და ტარს უკრავთ და იმის მაგებრად რომ თქვა გამოვთქვათ ქრისტიანული უძველესი ტრადიციული აზრი და ქადაგება განმარტებებით. ახლა მე გეკითხებით, თქვენ რეალურად ფიქრობთ და გჯერათ, რომ რუსთავი ორს შეუძლია ბიბლია განმარტოს ან მოიყვანოს სასულიერო პირი და ამაზე იყოს ხშირად საუბარი? რა თქმა უნდა, ისინი არ დათანხმდებიან. ისინი დათანხმდებიან მოიყვანონ ისეთი ადამიანები, რომელიც როგორც ბექა მინდიაშვილი, როგორც დავით პაიჭაძე, აი თქვათ, როცა ჩვენ საუბრობთ ასეთ მტკივნეულ საკითხზე, როდესაც ჩვენი პატრიარქი და ჩვენი ეკლესია განიკითხეს თეა თუთბერიძემ დაბედა მე მინდა გითხრა დიდად ჩვენმა საზოგადოებამ არ დაიცვა ჩვენი პატრიარქი. აბა გაბედეთ აზერბაიჯანში მათი რელიგიური ლიდერი შეიხი ალია შუქურზადე, ვინმე რომელიმე აზერბაიჯანმა ან ჟურნალისტმა გაბედოს და განიკითხოს ერთი სიტყვით. ამ ერევანში სომხეთში მათი კათოლიკოსი გარეგინ. ის ჟურნალისტი მე მინდა გითხრათ მეორე დღესვე დატოვეს სამსახურს. ეს იცოდეთ რომ ასე იქნება. ჩვენთან კი ყველაფერში ვბაძავთ უცხოელებს, ლანძღავთ ჩვენ ეკლესიას და რაც თავარია, ჩვენ არ აგვაქვს ეკლესიას ის რეალური ძალა, რომ ჩვენ გავიდეთ მასმედიის სიბრტყეში. ამის სული ნამდვილად გვაქვს და რას ვაკეთებთ? რაც რეალურად არის. რეალურად კი არის ჩვენ დავდივართ სოფლებში, ზამთარში, ზაფხულში, ვუქადაგებთ, ვკურნავთ,